წიგნის კითხვის პროცესი სასიამოვნო, ამაღელვებელია. მწერალი თავის ტექსტში ერთგვარ პორტალს ხსნის უცნობი, იდუმალი სამყაროსაკენ, რომელშიც შესაძლებელია წავაწყდეთ როგორც გამოგონილ, ასევე ნამდვილ ისტორიებსა და პერსონაჟებს. მათი ბრძოლისა და ტრიუმფის მიღმა კი საკუთარი თავის ანარეკლი მოჩანს. ჩვენ ვკითხულობთ, რომ აუმაღლდეთ საკუთარ ცხოვრებაზე და სხვების ცხოვრებას ჩავწვდეთ. მაგრამ ეს არ არის იმ სიხარულის ერთადერთი სათავე, რომელსაც წიგნების კითხვა გვანიჭებს. ყოველდღიურობიდან გამომდინარე იმდენად ჩაძირულები ვართ მოვლენებში, რომლებიც ჩვენს თავს ხდება. იმდენად გვეძალება განცდები, რომ ამ მოვლენების მკაფიოდ და სრულად დანახვა, გააზრება არ შეგვიძლია. მწერლის ამოცანაა დისტანციიდან დაგვანახოს ცხოვრების მართალი სურათი, იმგვარად, რომ ეს სანახაობა აღარ გვაშფოთებდეს. კითხვისას ადამიანი განიცდის გმირის ცხოვრების მძაფრ მოვლენებს ისე, რომ ამავე დროს სული სიმშვიდეს არ კარგავს. სანტაიანას თქმით, ხელოვნებაში ვპოვებთ იმას, რასაც ვერ ვპოვებთ სინამდვილეში, ცხოვრებისა და სიმშვიდის გამთლიანებას. მწერლის მიერ შესრულებული ჯადოქრობა საშუალებას გვაძლევს, რომ ვიცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, რომელიც არასდროს გვქონია. ვიგებთ და შევიგრძნობთ ისეთ განცდებსა და ემოციებს, რომლებიც არასდროს განგვიცდია. თითქოს და წიგნის სულის სარკეა, რომელშიც წარმოსახვითი, მაგრამ მართლაც რომ რეალური ამბები და განცდები ისახება. გასაკვირი არცაა, რომ ყოველი ახალი წიგნის წაკითხვის შემდეგ სამყაროს სრულიად განსხვავებული პერსპექტივიდან ვუყურებთ. ოდესღაც ლევ ტოლსტოიმ განაცხადა, რომ ლიტერატურა ყველაზე ძლიერი იარაღია მსოფლიოში. შეუძლებელია არ დავეთანხმოთ მწერლის შეხედულებას. ლიტერატურა გვეხმარება, რომ უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი. მივაკვლიოთ ჩვენი სულის ღრმა კუთხეებსა და დავუპირისპირდეთ ჩვენში ჩამალულ შიშსა და მეორე მეს, რომელიც აჩრდილივით მუდამ თან დაგვსდევს და მოსვენების საშუალებას არ გვაძლევს. ფორსტერი მიიჩნევდა, რომ ლიტერატურაში ადამიანი ჩვენს თვალწინ ბოლომდე ავლენს თავის არსს და კითხვის სიამოვნებასთან ერთად იმის კომპენსაციას ვიღებთ, რომ ცხოვრებაში არ შეგვიძლია ადამიანი ბოლომდე შევიცნოთ. პერსონაჟები არიან არსებები, რომელთა ფარული ცხოვრებაც გამჟღავნებული და ხილულია. ჩვენ კი ის ხალხი ვართ, ვისი ფარული ცხოვრებაც ყველასათვის უხილავია. ფურცელზე მელნით დატანილი სიტყვები არა მხოლოდ ასობგერათა შეთანხმება, არამედ გარკვეული მნიშვნელობის მქონე აზრის მატარებელი წინადადებებია. სიტყვებს შორის ჩუმ სივრცეებში ყველაზე ჭეშმარიტი ემოციები იმალება. ნამდვილ მკითხველს კი უნდა შეეძლოს ორი განსხვავებული რეალობის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ერთი რეალობა, რომელიც წიგნში წერია სიტყვების გამოყენებით, ხოლო მეორე რეალობა, რომელიც სიტყვებს მიღმა გამოსჭვივის. ალბათ, კაია კლარკი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ წიგნში დაბეჭდილი წინადადებები ამხელა მნიშვნელობას ატარებდნენ. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა დელია ოუენსის ნაწარმოებმა იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან. წიგნმა არა მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაზე დამაფიქრა, მეტიც ათასობით შეკითხვა დამიტოვა ავტორთან. ალბათ დაინტერესდებოდით, რატომ შეურჩია ავტორმა წიგნს ამგვარი სათაური, რატომ კიბორჩხალები. წიგნის სათაური ხომ ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნის წიგნში განვითარებულ სიუჟეტზე. გვამზადებს მოსალოდნელი ისტორიისათვის. სწორედ სათაური გვიქმნის პირველ შთაბეჭდილებას წიგნზე. სანამ კითხვას დავიწყებდი, უნებურად, თვალწინ წარმომიდგა პატარა, სამყაროსაგან მოწყვეტილი, განცალკევებული, დაუსახლებელი კუნძული, ან იქნებ სოფელიც იყო, სადაც კიბორჩხალები დაბრძანდებიან. ერთი შეხედვით სათაური რთული გასაგები არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ იგი მართლაც რომ ღრმა მნიშვნელობის მატარებელი აღმოჩნდა. პირადად ჩემთვის კიბორჩხალა ასოცირდება სანაპიროსთან, პლაჟთან. ისინი დამოუკიდებელი არსებები არიან, რომლებიც არათუ მარტო არსებობენ ადამიანებისაგან დამოუკიდებლად, არამედ განსხვავებული ცხოვრების წესსაც მისდევენ. სათაურში კიბორჩხალები სიმბოლურად მთავარი პერსონაჟის, კაიას ყოფა-ცხოვრებასთან ასოცირდება. იგი მთელი ცხოვრება მარტო იყო, მიატოვა დედამ, დებმა, საყვარელმა ძმამ და ბოლოს მამამაც კი. მიუხედავად ამისა, მან მიაკვლია თავის ნანად ბედრიერებას იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან. ავტორი მიგვანიშნებს, რომ მიუხედავად ჩაკეტილობის, სიმარტოვისა და გარიყულობისა, კაია ისევე როგორც კიბორჩხალა დამოუკიდებელ არსებად ყალიბდება, რომელიც სწავლობს ბუნებასთან თანაცხოვრობას, ესმის ბუნების და იაზრებს, რომ ბუნებასთან სრულად შერწყმა შეუძლებელია. საჭიროა შევინარჩუნოთ ჰარმონიული დამოკიდებულება, რათა ვიმღეროთ საკუთარი ხმით და ბუნებამაც იშრიალოს თავისი ხმით. დელია ოუენსის წიგნი იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან, ერთდროულად დეტექტივი და ბილდუნგსრომანია, რომელშიც ავტორი საოცრად აღწერს ადამიანის უხილავ კავშირს გარემოსთან და საზოგადოებასთან. მოქმედება ვითარდება ჩრდილოეთ კაროლინაში, პატარა სოფელ ბარკლი კოუვის მახლობლად. მთავარი მოქმედი პერსონაჟი კაია მარსში ცხოვრობს. მარსში ჭაობი არ არის, მარსში სინათლითაა სავსე, მის წყლებში ბალახი იზრდება.
წყალი კი ცაში იღვრება. ირგვლივ ზანტადლივლებენ ნაკადულები და მზის ანარიკლს ზღვამდე მიაცურებენ. გრძელფეხება ჩიტები, თითქოს და მოუქნელები, უცნაური სინაზით იჭრებიან მაღლა, ათასობით თეთრი იხვის ჭყივილს აყოლილები. ბუნებისაგან გამოზრდილი, ცნობის მოყარე, ფეხშიშველა, მარტოსული გოგონა კი დამოუკიდებლად იწყებს სამყაროს შეცნობას, მას შემდეგ რაც მამას სახლს დატოვებს. ალბათ უკეთესიც იყო კაიასთვის, რომ ლოთმა, მოძალადე მამამ იგი მიატოვა. ყოველდღიურ ჩხუბს, აურზაუს გარკვეული ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენება შეუძლია მოზარდისათვის. განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და სამწუხაროა, რომ იგი ხედავს, როგორ ძალადობს მამა დედაზე, ოჯახის წევრებზე, შემდეგ კი თავის დასაწყნარებლად ან ალკოჰოლს ეძალება, ან რამდენიმე კვირით უჩინარდება. ბავშვისთვის დამაბნეველია მსგავსი ოჯახური მდგომარეობა, ამიტომ ბუნებამ გადაწყვიტა, რომ კაია შეეკედლებინა და ამიერიდან მან მარტომ განაგრძო პატარა ქოხში ცხოვრება. მეთევზე და პატარა სოფლის მცხოვრებლებმა ჭუჭყიანი, ფეხშიშველა, უვიცი კაია შეიძულეს, მარშის გოგონაც კი შეარქვეს. ერთადერთი ადამიანები, რომლებმაც კაიას დახმარების ხელი გაუწოდეს, ხტუნია და მისი მეუღლე მეიბლი იყვნენ. არ დამავიწყდება ის მონაკვეთი, რომელშიც მეიბლი ყოველგვარი გამორჩენის გარეშე პატარა გოგონას საწუწნ კანფეთს აჩუქებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მოციმციმე, ნაღვლიანი თვალები შენიშნა. ამას გარდა მან ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც აჩუქა კაიას. სასიამოვნოა, როდესაც ადამიანები თავიანთ ჰუმანურ, მზრუნველურ ხასიათს ამჟღავნებენ. აღნიშნულ ფაქტზე შეუძლებელია არ გაგვახსენდეს კაიას პირველი სიყვარული ტეიტი. ალბათ იკითხავთ, როგორ დაახლოვდნენ ტეიტი და კაია. ისინი ბუნებამ დააახლოვა. ფერად-ფერადი ბუმბულები, რომლებსაც ტეიტი კაიას ჩუმად უტოვებდა, კაიას ფარული შიშისა და იმედის სიმბოლოდ გვესახება ნაწარმოებში. სამწუხაროდ კაიას არ შეეძლო, რომ თავისი კოლექციისთვის სახელები მიეწერა. თითოეული ბუმბული, მწერი, ნიჟარა თუ ყვავილი, რომელიც დესწიგნებში მოძებნა, სახელს იმსახურებდა. ტეიტმა კი მას კითხვა ასწავლა. კაია ყურადღებით წერდა და კითხულობდა თითოეულ სიტყვას. ტეიტმა უთხრა, დიდი სიტყვების ნუ შეგეშინდება, რადგან პატარ-პატარა სიტყვებისაგან შედგებაო. ამიტომ კაია თამამად წერდა სიტყვებს. მხოლოდ იმას ვერ ხვდებოდა, რატომ შესთავაზა ტეიტმა მას, საბრალო თეთრ ნაგავს დახმარება და ბუმბულები რატომ აჩუქა. ამ შეკითხვის დასმას კაია ვერ ბედავდა, ვინიცობაა დაფიქრდეს და აზრი შეიცვალოს. სამწუხაროა, რომ ტეიტმა კაიას ნდობა დაკარგა. მას შემდეგ, რაც 4 ივლისს არ გამოჩნდა. კაიამ იცოდა, რომ ვინც მიდიოდა, იგი აღარასოდეს ბრუნდებოდა. თუმცა იგი ტეიტს ენდობოდა. ტეიტმა კი კაია დააღალატა, არ დაბრუნდა და პროფესორთან ერთად კვლევების ჩატარება ამჯობინა. არც კი დაფიქრებულა იმაზე, რა ბედი ეწეოდა საბრალო კაიას. სწორედ ტეიტის გამო ჩავარდა კაია ჩეის ენდრიუსის მარწუხებში და ამ დროს იქცევა ბილდუნგსრომანი დეტექტიურ ნაშრომად. ნაწარმოებში შიგადაშიგ ჩეის ენდრიუსის მკვლელობის საქმეს განიხილავენ. ერთადერთი ეჭვმიტანილი მარშის გოგონაა. სიმართლე რომ გითხრათ, ბოლო ფურცლის წაკითხვამდეც კი მეგონა, რომ კაია უდანაშაულო იქნებოდა. იგი ძალადობის მსხვერპლია და არ იმსახურებს ეჭვმიტანილის სტატუსს, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს იგი არ მოსწონს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გოგონას სასამართლო პროცესზე გაამართლებენ. იგი ტეიტთან ერთად განაგრძობს ცხოვრებას, დაბერდებიან. კაია შეიგრძნობს თავისუფლების მნიშვნელობას. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ტეიტი აღმოაჩენს, რომ კაია ჩეისის სისხლიანი ნიჟარის ყელსაბამს მალავდა წიგნში. რაც ასაბუთებს, რომ კაია მოკლა ჩეის ენდრიუსის სახანძრო კოშკზე. ვერ ვიჯერებ, როგორ შეეძლო ასეთ უსუსურ, გამხდარ, საბრალო, ცხოვრებისაგან დაჩაგრულ გოგონას ათლეტი, მაღალი ბიჭის მოკლა. ალბათ საზოგადოება იმდენად დაუნდობლად ექცეოდა საბრალო კაიას, რომ მან ვერც კი გაითავისა საკუთარი საქციელი და ჩამოყალიბდა მკვლელად, რომელმაც დარჩენილი ცხოვრება ბედნიერად განვლო. ნაწარმოებში არაერთხელ გვხვდება ვინმე ამანდა ჰამილტონის ლექსები, სინამდვილეში კი ამანდა კეთრინ კლარკი, ანუ კაია აღმოჩნდება, რომელიც მუდამ აგზავნიდა თავის ლექსებს ადგილობრივ გამომცემლობაში. ლექსების წერა და პოეზიაც ხომ გარკვეულწილად ბუნებასთან დაახლოების ერთ-ერთი საშუალებაა. ამგვარად უნდოდა გრძნობები თოლიების გარდა სხვებისთვისაც გაენდო და სიტყვები გონების ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა. ამანდას თქმით, თუ დაამწყდი სიყვარული ცხოველივით, საკუთარ სხეულს დაკლებს. სიყვარული თავისუფლად უნდა დანავარდობდეს, თავისით აირჩიოს ნაპირი და ისუნთქოს. ფიქრობ, ავტორმა თვალნათლივ წარმოგვიჩინა ბუნებისა და საზოგადოების თანაცხოვრება. ისეთ გარემოში, რომელშიც უცხოა სიყვარული, ემპათია, ერთგულება, თანადგომა, შეუძლებელია სრულყოფილი პიროვნების ჩამოყალიბება. ძალადობას ყოველთვის მოსდევს სავალალო შედეგი. ჩვენ ყველას ტკივილს გვაყენებს ცხოვრების უსამართლობა და სიძნელე. წიგნებიდან კი ვიგებთ, რომ სხვებიც ისევე იტანჯებოდნენ და ეძიებდნენ, როგორც ჩვენ. წიგნები ღია კარია, რომელსაც სხვა ადამიანებისა და ხალხის გულში შევყავართ. მათი მეშვეობით შეგვიძლია გავახციოთ ჩვენი პირადული პატარა სამყაროდან. ანდრე მორუას თქმით,
შვენიერი წიგნი არასოდეს ტოვებს მკითხველს ისეც, როგორიც მის წაკითხვამდე იყო. იგი მკითხველს უკეთეს ხდის. ჩვენი ვალია გამოვიჩინოთ ყურადღება, ადამიანობა, რათა ერთობლივად დაუპირისპირდეთ წინააღმდეგობებს, გამოწვევებს და ვიცხოვროთ ბუნებასთან ჰარმონიულად. გმადლობთ ყურადღებისთვის.